დღეს ჩვენ 23 წლის უსინათლო მომღერალზე მოგიყვებით. მაგდა ბეჟანიშვილი მსმენელმა სიმღერით "წამოდი წამო" გაიცნო და შეიყვარა. ის თვითონ ქმნის მუსიკას, წერს ლექსებს, ასევე უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტებზე. რითი არის დაკავებული ამჟამად მომღერალი და რა გეგმები აქვს მას სამომავლოდ? ახალგაზრდა მომღერლის ერთი დღე ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. მაგდა ბეჟანიშვილი 23 წლისაა, ცხოვრობს თელავში. ის რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის უსინათლოთა სკოლაში სწავლობდა, ხოლო ბოლო წელს სწავლა თელავის პირველ საჯარო სკოლაში განაგრძო. შემდეგ კი ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი დაამთავრა. მაგდა ამჟამად სიმღერითაა დაკავებული, ასევე წერს ლექსებს და უკრავს სხვადასხვა ინსტრუმენტებზე. საბოლოოდ თავს ამ სფეროში ვერ ხედავს, თუმცა ძალიან მოსწონს ის, რასაც აკეთებს და მისი ყოველი დილა მუსიკით იწყება. ჩემი დილა იწყება მუსიკით. მე მთელი დღის განმავლობაში ვარ დედასთან და წლინახევრის დიშვილთან ერთად სახლში, თითქმის მე მეგობრებთან ერთად ვატარებ დარჩენილ დროს და საღამოს როცა ხამდება და სახლში ვარ, ჩემ ოთახში მარტო, ან ლექსს წერ, ან სიმღერისთვის ტექსტს ვამზადებ, ან კიდევ მუსიკას ვქნი. თითქმის ყოველ ღამეს ეს ხდება ხოლმე ერთი და იგივე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს საქმე, მუსიკაზე ვგიჟდები და სიმღერაზე საერთოდ, პოეზია მიყვარს ძალიან. და ვცდილობ, რომ უფრო მეტი დრო დაუთმო ამ ყველაფერს. პირველი სიმღერა სახელწოდებით "წამოდი წამო", რომლითაც მომღერალი საზოგადოებამ შეიყვარა, 2012 წელს ჩაწერა. მოულოდნელი სიურპრიზი მაგდას მომღერალმა დათო კენჭიაშვილმა ნიკოლოზობას მოუწყო. ეს იყო დეკემბერში, ნიკოლოზობის ღამეს საქმესთან დაკავშირებით ვქონდა მიმოწერა დათო კენჭიაშვილთან Facebook-ის მეშვეობით და როცა ვანახე ჩემი ერთ-ერთი ნამღერი, მითხრა რომ ჩაგიწერო სტუდიაში აუცილებლად. ძალიან შოკი მივიღე მაშინ სიხარულისგან, თან და თან არ მჯერო და არ ვიცი, ღამის 4 საათი იყო და ჩემი წამოვახტუნე სიმღერას წერ მეთქი და სუსტად 2-3 დღეში დამიბარა თბილისში, ჩავედი, ჩავწერე. ესევე რამდენიმე დღეში რადიო არდაიდარდოში იყო პრემიერა და აი ამ ყველაფერს მოყვა უკვე ხალხის ემოციებიც და სითბო და ყურადღება და იყო ჩემთვის ძალიან უცხო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან მოულოდნელად მოხდა და ვერანაირად ვერ ვეგუებოდი თავიდან ამ ყველაფერს, ეხლა ძალიან მიჭირს. ამდენი ხალხისგან შენ ის ხარ და რომ წერენ და ის აი რაღაც ძალიან რთული არის. უსინათლო მომღერალი ამჟამად ცხოვრობს დედასთან ერთად, რომელიც მისი პირველი შემფასებელი და ყველაზე დიდი გულშემატკივარია. როგორც ნათელა ოთარაშვილი აღნიშნავს, მაგდა გამოირჩევა აქტიურობით და მიზანდასახულობით. მისი თქმით, უნარშეზღუდული ადამიანები არ არსებობენ და მაგდა ამის ნათელი მაგალითია. მაგდა 3 წლის ასაკში დაკარგა მხედველობა ჯერ ერთ თვალზე, ხოლო შემდეგ წელწადნახევრის შემდეგ მეორე თვალზე. მაგრამ მისთვის ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით მიდიოდა და ფაქტიურად ცხოვრობს აქტიურად, მიზანმიმართულად, ძალიან მიზანდასახული ბავშვია, ღერის, უკრავს, ლექსებს წერს, თვითონ ქმნის მუსიკას და სიმღერასაც და რა ვიცი, აქტიურად, ძალიან აქტიურად ცხოვრობს, ისე რომ მისთვის შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ამათვის გარემოა შეზღუდული, მეტი არაფერი, თორე ნიჭს მიეციგი, ნიჭსა გზაფართო და ყველაფერი კარგად იქნება. არის ხოლმე ესეთი კითხვები, როცა მწერენ, თუ ვერ ხედავ როგორ მღერი, როგორ წერ, როგორ უკრავ და საერთოდ ალბათ ყველას აინტერესებს მართლა როგორი ცხოვრება აქვს უსინათლოს, იმიტომ რომ შეიძლება მეც გამკვირვებოდა, ხან ისეთ რაღაცებს აკეთებენ, მე თვითონაც მიგვირს ხოლმე და არსებობს ხმოვანი პროგრამა კომპიუტერში და ტელეფონში, რაც იწერება და დაუშვათ რაც იკითხება თვალით, იმას გვიკითხავს ჩვენ ხმოვანი პროგრამა, ანუ ყველაფერს, დაუშვათ ელემენტარულ Facebook-ზე ვინ რა ფოტო გააზიარა, ვინ რა მული დადო და ასე შემდეგ. ყველაფერს გვიკითხავს ის მიწერილ მოწერილსაც ტელეფონშიც და კომპიუტერშიც. მაგდა ბეჟანიშვილი იანვრიდან მაყურებლის წინაშე სულ სხვა ამპლუაში აპირებს წარდგომას და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. სამომავლოდ გეგმაში მაქვს, რომ გავაკეთო ტელეკომპანია თანამგზავრის ეთერში კულტურულ შემეცნებითი გადაცემა. გადაცემა იქნება ალბათ იანვრიდან, რადგან სავარაუდოდ მაფინანსებს ქალაქის მერია. და გამოთქვა იმეც, რომ კარგი გადაცემა უნდა გამოვიდეს და მეც დასაქმებული ვიქნები. როგორც ქალაქ თელავის ვიცემერმა აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტიდან მერია არა მარტო ამ პროექტის, არამედ სხვა მიმართულების პროექტების დაფინანსებასაც გეგმავს. თენგიზ თვარელიშვილის თქმით, ქალაქის მერია ყოველთვის მზად არის დაეხმაროს ასეთ ადამიანებს, რადგან მათ საზოგადოებაში თავი ინტეგრირებულად იგრძნონ.
ჩვენი კანონმდებლობით ჩვენ 15 ნოემბრამდე უნდა წარუდგინოთ საკრებულოს ბიუჯეტი. ამ მიმართულებითაც მუშაობთ, უბრალოდ დეტალებში არ შევდივარ, იმიტომ რომ ჩვენ კიდე სხვა გარკვეული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი და სხვა მიმართულებებზეც ვზრუნავთ. თუმცა კიდე ერთხელ ვადასტურებ იმას, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის უნარშეზღუდული ადამიანები, მათზე ზრუნვა და არა მარტო ზრუნვა, არამედ ყველა შანსის მიცემა მათთვის, რომ მათმა თავი ეკრძნონ როგორც ღირსეული ადამიანებმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი, რომ ამ ადამიანებს აქვს ძალიან დიდი ნიჭი და ეს ნიჭი უნდა გამოყენებული იქნას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის. მანამდე კი მაგდა ბეჟანიშვილი ჩვეული რითმით განაგრძობს ცხოვრებას და ბევრ შემოქმედებით სიახლეს გვპირდება.